გამარჯობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სახელმწიფო შესყიდვების კურსს. მე გახლავართ გიორგი ლაცაბიძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ზოგადი მიმოხილვა, შესავალი სახელმწიფო შესყიდვებში, მარეგულირებელი კანონმდებლობა, ის ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებამოვალეობები, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე მიმწოდებლების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსი, პროცესები, პროცედურები, ინსტრუმენტები, ზოგადად ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვებში დაინტერესებული პირებისათვის, ეს იქნება როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე ჩვენი მიმწოდებლები, ბიზნესის წარმომადგენლები. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ჩვენ დავადგინოთ საკანონმდებლო სივრცე, ანუ რა სივრცეში გვიწევს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საკანონმდებლო სივრცე ძირითადად შედგება სამი შრისგან. ეს არის ძირითადი მარეგულირებელი კანონი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს იმ ძირითად ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელზეც უკვე ეფუძნება მთლიანი სახელმწიფო შესყიდვების პროცესი. ასევე უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც უკვე დეტალიზებას აკეთებს იმ ყოველდღიური საქმიანობის, რომელსაც ეწევიან სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციები და სადაც მონაწილეობას იღებენ ბიზნესის წარმომადგენლები, ანუ მიმწოდებელი პირები. აღნიშნულ სივრცეში ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონკრეტულად ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგინდა ის ძირითადი ჩარჩო მიმართულება, გზამკვლევი, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში მისი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ პროცესებს აფუძნებს იმ ვალდებულებებს, რომელიც განისაზღვრა აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებით უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართულებით. ასევე უმნიშვნელოვანესია ის სხვადასხვა ნორმატიული აქტები, ეს იქნება საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე, რომელიც ირიბად ეხება სახელმწიფო შესყიდვებს და გავლენას ახდენს მთლიანად აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ასევე უმნიშვნელოვანესია სამართლებრივ სივრცესთან ერთად გავარკვიოთ დასაწყისშივე თუ რა არის სახელმწიფო შესყიდვა. ერთი შეხედვით თითქოს უნდა ჟღერდეს მარტივად, მაგრამ რამოდენიმე კომპონენტების ერთობლიობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ პროცესს დავარქვათ სახელმწიფო შესყიდვა. პირველ რიგში რა არის? პირველ რიგში ეს არის ის, რომ სახელმწიფო შესყიდვა, რომ ხორციელდებოდეს, უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო, ანუ საჯარო ფინანსები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფინანსებს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს პროცესი უნდა ხორციელდებოდეს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით. და მეოთხე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, ამ პროცედურით სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია უნდა ყიდულობდეს საქონელს, მომსახურებას ან სამუშაოს. პრაქტიკაში დგება ხოლმე საკითხი, როდესაც ერთი შეხედვით ჩვენ გვაქვს სახეზე აღნიშნული კრიტერიუმები, თუმცა შესყიდვა არ ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიზნობრიობით. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ვისთვის ყიდულობს ამა თუ იმ საქონელს, მომსახურებას ან სამშენებლო სამუშაოს, მისი საჭიროებისამებრ თუ სხვა მესამე პირისთვის გადასაცემად, მთლიანად ეს პროცესი განიხილება სახელმწიფო შესყიდვად. ასევე უმნიშვნელოვანესია ის პროცედურები, პროცესები და ინსტრუმენტები, რომლითაც ეს შესყიდვა ხორციელდება.
შემდგომი ფუნდამენტური საკითხი ეს გახლავთ ის ძირითადი პრინციპები, ის მიზნები, რომელსაც ეფუძნება მთლიანად სახელმწიფო შესყიდვები. მე მინდა ვთხოვო ჩვენს და მოუწოდო ჩვენს შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არამც არ შევხედოთ ამ პრინციპებს, როგორც დეკლარაციული ხასიათის ჩანაწერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში, ვინაიდან მასზე თითოეულ ამ პრინციპზე დგას უკვე შემდგომი მთლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომლითაც ჩვენ გავკარგვათ სახელმწიფო სახსრებს. პირველი რა არის? პირველი არის ის, რომ ყველა ტიპის შესყიდვა, მიუხედავად შესყიდვის საშუალებისა, პროცესისა თუ პროცედურისა, უნდა ხორციელდებოდეს რაციონალური პრინციპის ხარჯვის დაცვით. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული შესყიდვა, მიუხედავად მისი ოდენობისა, ფორმისა, გამოყენებული შესყიდვის საშუალებისა თუ ინსტრუმენტისა, უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვას. რაციონალურ ხარჯვასთან ერთად ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ჯანსაღი კონკურენციისა და საჯარო შესყიდვის პრინციპი. ჯანსაღ კონკურენციასთან დაკავშირებით და მთლიანად შესყიდვების საჯაროობასთან მიმართებაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს საშუალება, რომ 11 ელექტრონული საჯარო პროცედურა შევთავაზოთ ჩვენს შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული ის შესყიდვა, თითოეული ის პროცესი, რომელიც საჭიროა დაიხარჯოს ელექტრონული პროცედურით, მათ ჰქონდეთ შესაბამისი შესყიდვის საშუალება, მეთოდი, ინსტრუმენტი, რომ მათი საჭიროების შესაბამისად გამოიყენონ სწორი შესყიდვის პროცედურა და ამასთან დაკავშირებით ხორციელდება ზუსტად მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ყოველდღიური დანერგვა და განვითარება. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი რეფორმა პირდაპირ უზრუნველყოფს იმას, რომ მთლიანი პროცესი გადატანილი იყოს ელექტრონულ სივრცეში, ანუ სადაც ამის საჭიროება და საშუალება არსებობს, მთლიანი შესყიდვა უზრუნველყოფილი იქნას საჯარო პრინციპების დაცვით, რაც უზრუნველყოფს ასევე იმავდროულად მაღალ კონკურენციას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასევე გამარტივებული შესყიდვები, რა დროსაც მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროცედურული ნაწილი ვერ გამარჯვებულად გამოვლენის და ხელშეკრულების დადების არ ხორციელდება საჯარო ელექტრონული პროცედურით, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს უნიკალური მოდული დანერგილი უკვე 2015 წლიდან, რა დროსაც თვითონ მთლიანად ინიცირება მათ შორის გამარტივებული შესყიდვების მოთხოვნა, სააგენტოში წარმოება, გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად საჯარო. მეტის თქმად შეიძლება, რომ მასთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, რომ დასვას კითხვა და ამავე პროცესში უზრუნველყოფილია სააგენტოს ვალდებულება, რომ ამ დასმულ კითხვასთან იყოს პასუხი გაცემული. ასევე უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელმწიფო შესყიდვებში პრეტენდენტების თანასწორი მოპყრობა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აღნიშნულ პროცესს აქვს რამოდენიმე შრიანი კონტროლი. ეს არის როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის პროცესი, ასევე ეს არის დაინტერესებული და პროცესში ჩართული პირების მიერ სხვადასხვა ეტაპზე მიცემული უფლება, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ პირველ ეტაპზე დასვან კითხვა ელექტრონული პროცედურის მეშვეობით, ამა თუ იმ სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერთან, ან თუ ეს პროცესი არ აღმოჩნდება მათთვის საკმარისი, უკვე გაასაჩივრონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უმჯობესია, რომ თანასწორი მოპყრობა ჩვენი პრეტენდენტების მიმართ არადისკრიმინაციული ჩანაწერები
არ გამოვიყენოთ იმ თავითვე სატენდერო დოკუმენტაციაში, ვინაიდან ადრე თუ გვიან ეს მაინც გახდება საჯარო დაინტერესებული პირთათვის და შემდგომში უკვე გაცილებით დიდი საფასურის გადახდა უწევს შემსყიდველ ორგანიზაციას დროის კუთხით, დაკარგული რესურსის კუთხით. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით შემდგომში ინაცვლებს გამარტივებულ შესყიდვებში, რასაც თავისი საკმაოდ მკაცრი და არგუმენტირებული დასაბუთება ჭირდება და აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თითოეული მოთხოვნა, თითოეული პირობა ეს იქნება პრეტენდენტის მიმართ ტექნიკური თუ საკვალიფიკაციო თუ იქნება შესყიდვის ობიექტის მიმართ დადგენილი აღწერილობები, ჩვენ მაქსიმალურად დავადგინოთ კანონიერად, პროპორციულად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად თითოეული შესყიდვის ობიექტის მიმართ, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მაინც გახდება საჯარო, გახდება ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის და შემდგომში უფრო პროცესი წავა არაჯანსაღად პირველ რიგში შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის. ამასთან ერთად მე კიდევ მინდა აღვნიშნო ის, რომ თითოეულ ამ პრინციპს როგორ ზოგადადაც არ უნდა ჟღერდეს, აქვს თავისი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს საკმაოდ მკაცრი, თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ თითოეულ პრინციპს, არ ვიზრუნებთ კონკურენციის განვითარებაზე, არ ვიზრუნებთ რაციონალურ ხარჯვაზე და არ ვიზრუნებთ საჯაროობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გაუსვავ ხაზს იმას, რომ უნდა ავირიდოთ თავიდან მაქსიმალურად გამარტივებული შესყიდვები და სადაც საშუალება გვაქვს მცირე მაინც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ პრინციპების დაცვით, ესე იგი თანასწორი და არადისკრიმინაციული მოპყრობის პრინციპების დაცვით, ადეკვატური და სათანადო ტექნიკური თუ საკვალიფიკაციო პირობების დადგენით პრეტენდენტებისთვის, სწორი სპეციფიკაციების შერჩევით შესყიდვის ობიექტის მიმართ, ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ჩვენი პროცედურა ჩავატაროთ საჯაროდ, ელექტრონულად და გამჭვირვალედ, რაც ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ, ესე იგი, ჩვენს სახელმწიფო ფინანსებს, ანუ იმ სახსრებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად მონდობილი გვაქვს, რომ ჩვენ გავკარგოთ, ეს იყოს მაქსიმალურად საჯაროდ და გამჭვირვალედ უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ პრინციპებს აქვს უდიდესი, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა სახელმწიფო შესყიდვების ზოგადად ჩატარებისთვის, კანონიერად ჩატარებისთვის, სანდოობისთვის, მთლიანად ამ სფეროსი და საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულებისთვის. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი გავიაზროთ მთლიანად და არა ნაწილობრივ. თუ ჩვენ გვინდა შედეგიანი შესყიდვა, შედეგით და სასურველი და იმ მიზანზე ორიენტირებული შედეგით დასრულება, რასაც ჩვენ ვიმედოვნებდით შესყიდვის დაწყების დროს, ჩვენ აუცილებლად მთლიანი პროცესი უნდა გავიაზროთ დროში. არ შეიძლება შეცდომაა ის, რომ ჩვენ მაგალითად ერთ-ერთ პროცედურას ვატარებთ, ეს იქნება ელექტრონული პროცედურა, ეს თუ იქნება გამარტივებული შესყიდვის რომელიმე საფუძველი და ჩვენ გონია, რომ სახელმწიფო შესყიდვა დავასრულეთ. ეს არის შეცდომა, ჩვენ სახელმწიფო შესყიდვას უნდა შევხედოთ პროცესში, ანუ ერთიანად თუ გვინდა, რომ ჩვენ გავიდეთ იმ პრინციპების დაცვით, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, დადებით შედეგზე. პირველი რა არის, საიდან იწყება სახელმწიფო შესყიდვა? სახელმწიფო შესყიდვა იწყება პირველად მთლიანად ეს პროცესი საჭიროების სწორად და ადეკვატურად იდენტიფიცირებიდან. შეცდომა ის პრაქტიკული მიდგომა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის სპეციალისტი არ არის ჩართული შემსყიდველ ორგანიზაციებში, იმ საჭიროების განსაზღვრაში, რა დროსაც დგება ის ოდენობები თუ სპეციფიკაციები თუ ტექნიკური პირობები შესყიდვის დაგეგმისთვის. აუცილებელი და საჭიროა, რომ შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებთან ერთად
თავიდანვე საჭიროების იდენტიფიცირების განსაზღვრის პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვის სპეციალისტი. ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დადებით სინერგიას იმისთვის, რომ მისი გამოცდილებით, განვლილი, განხორციელებული შესყიდვებით თუ ასე ვთქვათ, სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მაგალითზე აღებული დადებითი პრაქტიკიდან გამომდინარე, ის აუცილებლად სწორ რჩევას მისცემს თავიდანვე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რაც უზრუნველყოფს საჭიროების სწორად განსაზღვრასა და შემდგომში სწორად დაგეგმაში. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, საკანონმდებლო სივრცე, მარეგულირებელი აქტები, რომელიც ჩვენ სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულ პირებს, შემსყიდველ ორგანიზაციებს, მიმწოდებლებს, ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველდღიურად ჭირდებათ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. შემდგომი ეტაპი არის შესყიდვების დაგეგმა. დაგეგმა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი გადამწყვეტი ეტაპი სახელმწიფო შესყიდვების მთლიანი პროცესისთვის, ვინაიდან სწორად დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვა, სწორად იდენტიფიცირებული საჭიროებები უზრუნველყოფს შემდგომში მთლიანად წარმატებულ პროცედურას უმნიშვნელოვანეს წილად. დაგეგმა ჩვენ უნდა მოვახდინოთ აუცილებლად ძალიან კარგი და სკრუპულოზული ბაზრის კვლევის შედეგად. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ, რამდენს ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შესყიდვის ობიექტის მიმართ დასადგენის სპეციფიკაციები, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მიმწოდებელთა მიმართ დასადგენი ტექნიკური თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რათა ჩვენ პირველ რიგში შემსყიდველ ორგანიზაციებს გქონდეს ზუსტი წარმოდგენა რა გვინდა. გარკვეულ წილად ცალკეულ შემთხვევებში აქვს ხოლმე ადგილი ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტენდერი ცხადდება არა იმ მიზნით, რომ ჩვენ ამ ტენდერში მივიღოთ შედეგი, არამედ იმ მიზნით, რომ რეალურად შემსყიდველი ორგანიზაციები ცალკეულ მცირე, თუმცა მაინც გარკვეულ შემთხვევებში ტენდერს აცხადებენ იმისთვის, რომ ჩვენ ბაზარი გამოვიკვლიოთ. ეს, რა თქმა უნდა, არამც და არამც არ არის სწორი პრაქტიკა. ჩვენ უნდა გავიაზროთ შესყიდვის პროცესი არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ჩვენ სახელმწიფოს წარმომადგენლებს გვჭირდება ესა თუ ის საქონელი მომსახურება თუ სამუშაო, არამედ ჩვენ უნდა შევხედოთ პროცესს ორივე მხრიდან, მათ შორის ბიზნესის, ანუ მიმწოდებელთა მხრიდან, რომლებიც ელოდებიან, ემზადებიან თვითონ ამ პროცესისთვის და აღმოჩნდება, რომ ესე იგი, სულაც არ იყო ეს ტენდერი გამოცხადებული შესაბამისი შედეგის დადგომის მიზნით. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია და ამაზე საკმაოდ მკაცრად რეაგირებს თვითონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირდეს და ეს არ არის ბაზრის კვლევის მეთოდი. ბაზრის კვლევის მეთოდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკმაოდ კარგი ანალიტიკური ბაზის საფუძველზე აქვს, მათ შორის ევროპული საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე შედგენილი მეთოდურ მითითებებში და რეკომენდაციებში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული, სადაც საკმაოდ დეტალურად არის მიმოხილული ცალკეული შემთხვევები ბაზრის კვლევისა, დაწყებული მაგალითად თვითონ შემსყიდველი ორგანიზაციის გამოცდილებით, წინა გამოცდილებით, გაგრძელებული იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ წარმატებით გამოვიყენოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემაში დაცული ის უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც მისი შექმნის დღიდან იქ არის განთავსებული. ჩვენ ასევე შეგვიძლია და საკმაოდ წარმატებით გამოიყენება რთული პროექტების განსახორციელებლად ეგრეთ წოდებული ღია კარის მეთოდი და ის სხვადასხვა ძალიან კარგი და საინტერესო ბაზრის კვლევის მეთოდები, რომელიც ჩვენს მეთოდურ მითითებებში და რეკომენდაციებში გვაქვს. რა თქმა უნდა, ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თავიდანვე შესყიდვის პროცედურის გამოცხადებამდე საწყისი სავარაუდო ღირებულება ამა თუ იმ შესყიდვის ობიექტისა, ვინაიდან ისიც არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენი შესყიდვების პროცედურა საბოლოოდ დასრულდება თუ არა შედეგით.
როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ შესყიდვის პროცედურებზე, აქ უნდა გავყოთ მთლიანი პროცესის ეს ეტაპი ორ ნაწილად. არის ესე იგი ელექტრონული პროცედურები, როგორც ვიცით, თავისი მეთოდებით, მათ შორის ტენდერის მეთოდებით და არის გამარტივებული შესყიდვები თავისი შესაბამისი საფუძვლით. რაც შეეხება ელექტრონულ პროცედურებს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი შრომა არის გაწეული იმ მიმართულებით, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას ჰქონდეს მის საჭიროებაზე მორგებული შესყიდვის საშუალება, შესყიდვის მეთოდი, ინსტრუმენტი, რომ მისი შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას ჰქონდეს რამოდენიმე ალტერნატივა იმისა, რომ იყიდოს შესაბამისი შესყიდვის ობიექტის შესაბამისი შესყიდვის მეთოდით ესა თუ ის შესყიდვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაუსვათ წერტილი იმ არასწორ მოსაზრებას, რომ თითქოს სახელმწიფო შესყიდვებში ჩვენ არ შეგვიძლია ვიყიდოთ ხარისხიანი შესყიდვის ობიექტი. ეს იქნება საქონელი, მომსახურება თუ სამუშაო. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და ზუსტად ჩვენ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა არავის არ უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ არ შეიძლება ამ სფეროში ჯანსაღი ხარისხიანი პროდუქციის შესყიდვა. ვინაიდან ჩვენ გვაქვს როგორც ხარისხსა და ფასზე ორიენტირებული შესყიდვის პროცედურა, ჩვენ გვაქვს უშუალოდ სამშენებლო სამუშაოს მიმართ დადგენილი შესყიდვის პროცედურა, რომელიც დროში ძალიან ამოკლებს მთლიანად პროცესს. ჩვენ გვაქვს ისეთი პროცედურები, როდესაც შესყიდვის ობიექტის თვის და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის საკმარისია საბაზისო დონეზე აღწერა ტექნიკური სპეციფიკაციებისა შესყიდვის ობიექტისა და არის გადამწყვეტი მისთვის მხოლოდ ფასი. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესყიდვის ალტერნატიული პროცედურა, კონკურსი, რომელიც 2015 წლიდან ასევე ხორციელდება სრულად ელექტრონულად, სრულად არის ინტეგრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ეს არის ის მე ვიტყოდი უნიკალური შემთხვევა, თუნდაც ევროპული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე, როდესაც ის პროცედურა, რომელსაც ჭირდება სუბიექტური შეფასება, სუბიექტური კრიტერიუმები, ეგრეთ წოდებული მოწონების კრიტერიუმები, ეს საქართველოს ჩვენს სახელმწიფო სისტემას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სივრცეს აქვს ელექტრონულ დონეზე სრულად ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ საკანონმდებლო და შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების დონეზე გვაქვს სრული თავისუფლება, არჩევანის ძალიან დიდი არეალი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თუ სწორად გავაკეთებთ შესყიდვის ობიექტის საჭიროების იდენტიფიცირებას, სწორად მოვიკვლევთ ბაზარს, შევარჩიოთ სწორი პროცედურა ან შესყიდვის მეთოდი იმისთვის, რომ საბოლოოდ დავდოთ ისეთი შედეგი, რომელიც ზუსტად უზრუნველყოფს იმ პრინციპებს და იმ მიზნებს სახელმწიფო შესყიდვისა, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც უკვე ბაზარს მოვიკვლევთ, აუცილებლად უნდა გადავხედოთ იმ 11 ელექტრონულ პროცედურას, რომელიც მე ვახსენე და ჩვენ უნდა გავიაზროთ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომ კონკრეტულად ამ შესყიდვის ობიექტს, რომელი შესყიდვის პროცედურა ან შესყიდვის საშუალება, ან შესყიდვის მეთოდი მიესადაგება მისი შესყიდვისთვის ყველაზე ადეკვატური რომელია ყველაზე სწორი ჩვენს მიერ თავიდან დასახული მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ეს არის უკვე მთლიანად ამ პროცესის მეორე უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელსაც ეწოდება შესყიდვის განხორციელების ეტაპი. უმნიშვნელოვანესია ასევე მესამე და ბოლო პროცესი მთლიანად სახელმწიფო შესყიდვისა, რომელსაც ეწოდება ხელშეკრულების მართვა. ასევე არასწორად არის ის აზრი გავრცელებული ჩვენს ცალკეულ შემსყიდველ ორგანიზაციებში, რომ მაგალითად ხელშეკრულების დადებით ჩვენ განვახორციელეთ შესყიდვა. არამც და არამც ჩვენ ხელშეკრულების დადებით მხოლოდ ინსტრუმენტარულ ნაწილში, ანუ ხელშეკრულების
პროცედურების ნაწილში განვახორციელეთ კიდევ ერთი ეტაპი და უკვე გვაქვს ხელშეკრულება დადებული. ამ ეტაპზე იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც ეწოდება ხელშეკრულების მართვა. განსაკუთრებით ისეთ შესყიდვებზე, რომელიც არის მრავალ ჯერადობაზე გათვლილი ან წარმოადგენს რთულ სამშენებლო ან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას წლიურ გეგმებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, დავინახავთ, რომ დღეს სახელმწიფო ხარჯავს უზარმაზარ თანხებს და მე გეტყვით, რომ ეს არის მაგალითად 2019 წლის განმავლობაში 5 მილიარდ 333 მილიონი ლარი თლიანად სახელმწიფო შესყიდვებში, რაც არის თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოლოსალური თანხები, განსაკუთრებით მისი დაახლოებით 46% მოდის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ნაწილებზე და ჩვენ ამ სახელმწიფო სახსრებს, ამ საჯარო ფინანსებს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ და მის ყველა ეტაპს უნდა მივდიოთ ბოლომდე და ვიდრე ჩვენ საბოლოოდ არ დავასრულებთ შესყიდვის ობიექტის სრულ შესყიდვას, დასრულებას და ჩაბარებას, ჩვენ არ აგვაქვს იმისი უფლება, რომ რაიმე პროცესის წარმატებითი დასრულება აღვნიშნოთ, გაუთანაბროთ როგორც მთლიანად შესყიდვის პროცესის დასრულებას. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ის, რომ ჩვენ განსაკუთრებით და ეს პრაქტიკაში ხშირად გვხდება ხოლმე განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჩვენ აუცილებლად უნდა გქონდეს გეგმა გრაფიკები, ეტაპები, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოვიდეს შესრულების ვადა და აღმოჩნდეს, რომ თურმე ეს სამუშაო არ არის გაკეთებული. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ცალკეულ ეტაპზე უნდა მივსდიოთ ეს იქნება სამუშაო, საქონელი თუ მომსახურება, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით ხაზს გაუსმევ სამშენებლო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ჩვენ ის თითეული თეთრი, თითეული ლარი მაქსიმალურად დავწუნდეთ იმაში, რომ ის იხარჯება რაციონალურად ამა თუ იმ კონკრეტულ შესყიდვაში. ეს არის მთლიანად სახელმწიფო შესყიდვის პროცესი. და ჩვენ უნდა შევხედოთ მთლიანად შესყიდვას პროცესში და არა მხოლოდ მის ერთ ეტაპს. რაც შეეხება შემდგომ საკითხს, ასევე უმნიშვნელოვანესია ის ფუნქციები, რომლითაც სააგენტო საქმიანობს მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი მონიტორინგის განხორციელება. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თამაშობს გარკვეულად, ასე ვთქვათ, შუამავლის როლს, არბიტრის როლს, ერთის მხრივ შემსყიდველ და მეორეს მხრივ მიმწოდებელ, ანუ ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის სწორედაც, რომ იმ თითოეული ლარის კანონიერების კონტროლი, მისი ხარჯვის პროცედურული ეტაპის კონტროლი, რომელიც სახელმწიფომ გამოუყო ამა თუ იმ შემსყიდველ ორგანიზაციას და რომელიც ზუსტად უნდა დაიხარჯოს იმ პრინციპების დაცვით, რომელიც ჩვენ ვახსენეთ ჩვენს საუბარში. ასევე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საკონსულტაციო სატრენინგო ფუნქციები. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გასცემს უზარმაზარი საკონსულტაციო მომსახურება სხვადასხვა დამოუკიდებელი არხებით. ეს ექნება სატელეფონო უშუალოდ შეხვედრებით. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე წელი გრძელდებოდა თავმჯდომარის ინიციატივით ბიზნესთან შეხვედრის ორგანიზება დარგების მიხედვით, რამაც უზარმაზარი შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ ყველა ის რაციონალური პრობლემა, რომელიც ბიზნესმა მოიტანა ამ შეხვედრებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, მის ხელმძღვანელობასთან და უშუალოდ თავმჯდომარე იყო ჩართული ამ შეხვედრების პროცესში, ეს ყველა, ასე ვთქვათ, გულისწუხილი იქნა გაზიარებული და ასახული შესაბამის საკანონმდებლო აქტებში თუ შესაბამის მეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებში. აქედან გამომდინარე, გარდა ამისა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო საქმიანობა ამ სფეროში. ვიცით, რომ ჩვენ 2014 წლიდან გავხსენით სასწავლო სატრენინგო ცენტრი, რომლითაც ამ ცოდნას, ამ გამოცდილებას, იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენი ანალიტიკოსების მეშვეობით ვიკვლევთ ევროპულ საუკეთესო ქვეყნებში განსაკუთრებით, გადავცემთ მათ იმ მოწინავე
ასე ვთქვათ, პრინციპებს, მიზნებს, რომლებიც ინერგება ჩვენ სფეროში და ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი საქმიანობა, რომელთაც საგანმანათლებლო სივრცეში შეაქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი. ასევე უმნიშვნელოვანესია ის საკითხები, რომელსაც სააგენტო ყოველდღიურად აწარმოებს, ეს იქნება საკანონმდებლო სივრცის სრულყოფა თუ სხვადასხვა ის მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, რომელიც ყოველდღიური საქმიანობის დროს იკვეთება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, მოტანა ხდება ამ პრობლემებისა ჩვენთან გაანალიზება და შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც უფრო მოქნილს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის ყოველ წუთს და ყოველ დღეს ამ სამსახურისა. აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის, რომ ჩვენ იგულისხმება ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია კარგად უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია, სახელმწიფო სახსრების ხარჯვა, თუ რა შედეგი უნდა მოგვიტანოს ამ თითოეულმა დახარჯულმა თეთრმა და თუ ჩვენ იმ პროცესების ზედმიწევნით მიყოლით, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, დაგეგმვით იმ პრინციპების საფუძველზე განხორციელებით ჩვენი თითოეული პროცედურებისა, ჩვენ მაქსიმალურად მივაღწევთ იმ შედეგს, რომ ამ ქვეყნისთვის გამოყოფილი და დახარჯული თითოეული თეთრი იყოს შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა არის იმისთვის მიმართული, რომ განსაკუთრებით სამშენებლო სამუშაოების დროს მაქსიმალურად მეტი პროექტი გაკეთდეს, მაქსიმალურად თან გაკეთდეს ის პროექტები, რომლებიც უშუალოდ დაისახება ჩვენს მოქალაქეებზე, მათ კეთილდღეობაზე, გადაადგილებაზე თუ სხვადასხვა საჭიროებაზე და ჩვენ არა გვაქვს იმისი უფლება, რომ ამას მიუდგეთ გულგრილად, ან გამოვტოვოთ ჩვენ რომელიმე ეტაპი, ან ვიჩქაროთ ისე, რომ საბოლოო შედეგი შესაძლოა დაზიანდეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ყველა ეტაპი მთლიანად ამ დიდი პროცესისა იყოს სათანადოდ ორგანიზებული, სათანადოდ დაგეგმილი, შესაბამისი საჭიროება დროულად იდენტიფიცირებული, რათა ჩვენ გქონდეს ელექტრონული პროცედურებისთვის შესაბამისი დრო, რათა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი, ეს ჩვენი შესყიდვა გამოვიტანოთ საჯაროდ, ელექტრონული შესყიდვის ამა თუ იმ მეთოდით და შევქმნათ კონკურენტული გარემო. კონკურენტული გარემო შექმნა კი თავისთავად დიდწილად განაპირობებს საუკეთესო შედეგს, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ ჩვენ მიმწოდებელი ორგანიზაციების მიმართ უნდა დავადგინოთ ისეთი ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ხოლო შესყიდვის ობიექტის მიმართ ისეთი სპეციფიკაციები, რომელიც პირველ რიგში ჩვენთვის შემსყიდველი ორგანიზაციისთვის გახდის ნათელს, თუ რას ვყიდულობთ, რამდენს ვყიდულობთ, როგორს ვყიდულობთ და შესაბამისად უკვე შემდგომში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნათელი იქნება მიმწოდებელი ორგანიზაციისთვისაც და მთლიანად უკვე ეს ეტაპი ამ პროცესისა დიდი საწინდარი გახდება წარმატებულად დასრულებული პროცესისა. მე მინდა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევეხეთ იმ პრაქტიკულ პრობლემებს, რომლებიც იკვეთება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით და ჩვენ ერთობლივად აღმოვხვრით ამ პრინციპების და მიდგომების დაცვით ამ შესაძლო არსებულ პრობლემებს თუ სხვადასხვა საკითხის საკითხებს. მადლობა ყურადღებისთვის, დღეისთვის გემშვიდობებით.